მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ვიდეოს ყურების საფასურად რიცხავს ჩემს ანგარიშზე თანხას. და ჩემი თხოვნა იქნება, რომ არ დაგეზაროთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ და უბრალოდ დამიწერეთ თქვენი აზრი. მოკლედ შექმნილი მდგომარეობის გამო, რასაც ძალიან ბევრი კლიენტი და ქალბატონი მთხოვს, გადავწყვიტე ჩაგიწეროთ ბარაქის რიტუალი. რატომ შექმნილი მდგომარეობის გამო? ბოლო პერიოდში, დაახლოებით ბოლო 1 თვე იქნება, ცოტა ნაკლები კიდევ, ძალიან გახშირდა ჩემთან ვიზიტი იმ ქალბატონებისა, რომლებმაც მამაკაცთან იცხოვრეს ძალიან დიდი ხანი და ეს მამაკაცები მოულოდნელად გაშორდნენ და მიატოვეს ახალგაზრდა ქალების გამო. ეხლა არ დავაკონკრეტებ ჩვენს ქვეყანაში, თქვენს ქვეყანაში, მან თქვენ სადაც ცხოვრობთ, რა ეროვნების ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანები შემოვიდნენ, ასევე ის ადამიანებიც, მაგრამ ჩვენი ქართველი ქალბატონებიც არ აკლებენ ერთი სიტყვით და გეტყვით ბოლო ერთ-ერთ ძალიან გავრცელებულ ისტორიას, რომ ქალბატონი დაახლოებით ზუსტად ასაკი აღარ მახსოვს 60 წლამდე, 55-60 წლამდე მეუღლე ყავს ბიზნესმენი, ძალიან სერიოზული, ძალიან დიდი ფულის პატრონი. შეუჩნდა ახალგაზრდა ქალბატონი 23 წლამდე და იმ დონეზე მოხდა ყველაფერი, რომ ამ ქალბატონს მიუვარდა სახლში და უთხრა, რომ შენ ხარ ბოდიში ამ სიტყვისათვის ბებერი, შენ მალე წახვალ ამ სახლიდან და ანებე ჩემს ამა და ამას თავი, თავის ქმარზე უყდება ხვდებით, ხო? დაანებე თავი და მთელი კონცერტები დეტალებში აღარ ჩავალ. და ეს ქალბატონი მოვიდა და მითხრა, რომ ოჯახის გადარჩენაზე სანამ მივალ, ძალიან გთხოვ, მე გადამარჩინე, იმიტომ რომ ეს გოგო სახლში მომივარდა, სადაც ჩემი შვილები ცხოვრობენ და მთელი ამბები და ეხლა დარწმუნებული ვარ, ზურგს უკან ეს რას მიკეთებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია ძალიან ცუდად ვარ, საწოლიდან ადგომის თავი აღარ მაქვს, ენერგიობა მაქვს, ერთ საკითხზე ვერ კონცენტრირდები, თითქოს ბინდში ვარ და მოკლედ კარგი არაფერი არ მიჭირს. რაც შეეხება გააყარას ახლა უყურეთ, ეს ადამიანი რო გაეყაროს, ყველა ქონება არის მამაკაცზე. კინო შვილები გასაგებია, მაგრამ მთელი ბიზნესები და მთელ ფულს წაიღებს ეს ქალბატონი, ხო, მის ჯიბეში ჩავა. ასევე ძალიან ბევრი ქალბატონია, ვინც ესე ვთქვათ, დამოკიდებულია მამაკაცზე და ზოგი ვერ ეყრება, ზოგი კაცი ატოვებს და მშალზე ტოვებს და ძალიან ბევრი, მოკლედ ერთი სიტყვით მინდა ვთქვა, რომ ეს ჯადოსგან არის ასე ვთქვათ, წარმოდგენილი თუ ისე უყვარდებათ მამაკაცებს სხვა ქალბატონები ხა ყოველთვის უყვარდებოდეთ და შეუყვარდებათ, ახალს მე არაფერს არ ვიტყვი. მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამძაფრდა ოჯახის დანგრევები და მიზანმიმართული დანგრევები, აი რომ იციან რომ ყავთ ცოლი და არა მაინც ის ადამიანი უნდათ და ცოლსაც წერენ, ცოლს ადგებიან. თქვენ ალბათ ვიდეოც ნახეთ ალბათ ერთ-ერთ რაიონში მოხდა ესეთი რამე, საქართველოში არა, რომ ესე ვთქვათ, კალიასკიანი ქალბატონს თავს დაესხა საყვარელი, ეს თოთო ბავშვით, გადაუყირავა ეს ბავშვი, ეს ქალიც დააგდო, სემა და არ დაინდო მოკლედ თოთო ბავშვი. ამიტომ როდესაც სახლში ზის ადამიანი და ბიზნესმენი ქმარი ყავს და სახლში ლამასაჭველებს აკეთებს და დადის და მოგზაურობს და გონია რომ შენ ქმარს არავინ არ წაიყვანს, დაახლოებით 25 წლამდე განსაკუთრებით 2019, 21, 22 ასაკის ქალბატონები ძალიან არიან დაგეშილები იმისათვის, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს,
გამოვიყენებ სლენგს, ლიჟბი ფულიანი მამაკაცები ხელში ჩაიგდონ. ასევე უფულოებზეც არის გეში, ესე ვთქვათ, მაგრამ განსაკუთრებით ფულიანზე. ამიტომ მე რა მინდა ვთქვა, რომ ჩემი კლიენტებისაგან იყო ეს წამოსვალი, რომ ქალბატონ სოფიო გაგვიკეთეთ უფასო, ანუ ბარაქის ძალიან სერიოზული რიტუალი, რომელიც დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი ფული გქონდეს, უფრო კარგად ვიყოთ და რაღაცა თავის საქმეშიც წაგეხმაროთ ხელი, ხო? მე ჩემის მხრიდან გირჩევდით, რომ ესე ვთქვათ, კატეგორიულად თუ რამე გქონდეთ თქვენზე და თქვენს სახელზე და არ ვიცი ეს რატო ხდება, ეხლა იმ დღესაც ძალიან პოპულარული ესეთი საოცარი განათლებული წყვილი დაინგრა და თქვათ ამ 55 წლის მამაკაცმა მოიყვანა 21 წლის უცხოელი, აღარ დავასახელებ რომელი ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენთან ახლოს. მისი წარმომადგენელი მოიყვანა, ხო? არ არის სასიამოვნო, რა გამოდის, რომ ასაკი რომ მოგვემატება და 40+ გადავალთ და 50+ გადავალთ, ანუ ჩვენმა ქმრებმა უნდა აიღონ და ეს ახალგაზრდა გოგოები უნდა მოიყვანონ ცოლად, ანუ რა გამოდის ვერ გავიგან. ანუ ჩვენ შვილები გავაჩინოთ, ვიცხოვროთ მათთან და მათ უკაცრავად და 50 წელს უკვე ვეღარ გამოვიყურებით თლათ ქორფად როგორც 21-ის და ესე გააკეთონ. 2-დან 1-1-ია. კაცერევა ტვინი, თუ მდიდარი კაცია, ჩემი საკუთარი გამოცდილებით გეტყვით კლიენტები რაც მოდიან და რასაც მიყვებიან და ამას ტელეგრამში ვსვამ შეგიძლიათ გაეცნოთ, რომ ძირითადად 99% უკეთებენ ჯადოს. 1% უყვარდებათ. ნამდვილად თავს კარგავენ. აი შეება 1 და შეება 5%-იც იყოს, რომ უყვარდებათ და თავს კარგავენ. მაგრამ უკაცრავად ახლა ესე შეიძლება ქართულ ქალსაც შეუყვარდეს რაღაცა, ხო? ქართველი ქალი არ არის დაბალი დონის ქალი, რომ კარგი და ცუდი ვერ გაარჩიოს. საუკეთესო ქალები ვართ დედამიწაზე და ესე გამოდის, რომ ჩვენც უნდა შეგვიყვარდეს რაღაცა. ამიტომ მეგობრებო, მე გირჩევთ, რომ თუ თქვენ ქმარი ძალიან გიყვართ, დაიცვათ თქვენი ქმარი, რა ვიცი, დაცვის რიტუალი იქნება თუ რაც იქნება, იმიტომ რომ საქართველოში ყველა გადასულია ოჯახის დანგრევაზე, ოღონდ მართლა, აი ბოლო 1 თვეა, მე ეს არასოდეს არ მეთქვი, რომ საქართველოში ყველა გადასულია ოჯახის დანგრევაზე თქო, თქვენ ამას ვერც ერთ ჩემს ვიდეოში ვერ მოისმენთ. მაგრამ ეხლა ვიძახი. ეს არის რაღაცა შემოტევა, რაღაცა პიკი, რაღაცა სასწაულები ხდება მეგობრებო. ვისგან და რატო და რაღაცა თქვენც ალბათ თქვენც მიხვდებით. მოკლედ მეგობრებო, მე მინდა, რომ თქვენ გქონდეთ ძალიან ბევრი ფული, გქონდეთ თქვენი ბიზნესები და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ გქონდეთ წარმატებული ცხოვრება. სანამ რიტუალზე გადავალ, გეტყოდით, რომ სამაჯურები ჩემთან, თქვენ იცით, რომ ბარაქის სამაჯური ღირს ჩემთან $950. წარმატებაზე ვუდუს რიტუალი კეთდება და ღირს $1500. გლის კბილი, სხვათა შორის ამ თვეში 2 მაქვს დარჩენილი და აღარ მაქვს მგლის კბილი, უნდა შევკვეთო. თითქმის შეკვეთილი მაქვს უკვე და ალბათ ნოემბერში მექნება 10-მდე უნდა მქონდეს, იმიტომ რომ გლის კბილი ერთ-ერთი საუკეთესო გაყიდვადია ჩემთან, როგორც ურთიერთობაზე კეთდება, ნებისმიერი სახის მაგია, ასევე ფინანსებზე სასწაული შედეგი, რომელიც $1700 არის ჩემთან. მაგრამ ხვალ ამ ზეგ მეგობრებო, დამემატება სამაჯური, რომლის ფასი იქნება $600 და მექნება ძალიან ცოტა, ალბათ 15 სამაჯური არც კი შეიძლება მქონდეს. ახლა რომ წარმოგიდგინეთ რა რაოდენობა კლიენტები მყავს. მეტს ჯერჯერობით ვერ გავყიდი, ფიზიკურად ვერ მოვასწრებ ვერაფრის გაკეთებას. ამიტომ ამ თვეში მხოლოდ ნოემბრის შუარაცხობამდე ამ თვეში მხოლოდ გავყიდი მსგავს რაოდენობას და დავდებს თორებში იყავით ყურადღებით. რაც შეეხება თქვენ რა მინდა რომ გააკეთოთ, მოკლედ. განსაკუთრებით დღეს საღამოს თუ გააკეთებთ, დღეს თქვენთან არის ესე ვთქვათ 21 საღამო და თქვენთან რომ დავდებ ამ ვიდეოს იქნება 21 დილა, ჩემთან 20-ია ჯერ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც გინდათ, მაშინ გააკეთეთ. მოკლედ მეგობრებო,
აიღეთ ერთი სანთელი. მნიშვნელობა არ აქვს ფერს, უმჯობესია რომ იყოს მწვანე. აიღეთ 13 ცალი, ვიმეორებ, 13 ცალი დაფნის ფოთოლი. და ჩადეთ, აი როგორ გითხრათ, რვეულის ფურცელი ხო მეცით რაც არის. ეს რვეულის ფურცელი გადაკეთეთ, ძალიან პატარა და დიდის არ გინდათ. პატარად, აი 4 კუთხედივით რომ გააკეთოთ და ამაში ჩადეთ ეს 13 ცალი დაფნის ფოთოლი და ხურდაფული. ლარიანი ან ორლარიანი. ნუ არ ვიცი ხო 50 თეთრიანი არსებობს თუ არა საქართველოში, აღარ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ჩადეთ. ოქროსფერი თუ არსებობს რაღაცა ადრე იყო მახსოვს საქართველოში 50 თეთრიანი, თლად უკეთესი, ვარ თუ არ არის, არც ეგ არ არის პრობლემა. მე მგონი საქართველოში ორლარიანს რაღაცა ოქროსფერი დაკრავს, ამიტომ ჩადეთ ეგ. მოკლედ, აანთეთ სანთელი დილას ან საღამოს, როდესაც თქვენ გინდათ, უმჯობესი იქნება დილას ადრე ან ღამე გვიან ძალიან. სანთელი აანთეთ, ეს ყველაფერი ჩადებული შეინახეთ ხელის გულში, მოუჭირთ ძალიან კარგად და თქვით სამჯერ ეს შელოცვა. ოქრო მოდის, ფული მემატება, ბედნიერება ჩემს სახლში შემოდის. ბარაკა იზრდება, არ იკლებს, როგორც მზე არ გაჩერდება, ისე ჩემი სიმდიდრე. დაეიყოს ასე, ამინ. გაიმეორეთ სამჯერ ეს შელოცვა. ამის შემდეგ აიღეთ ეს დაფნის ფოთოლი, დაწვით მთლიანად თავის რვეულთან ერთად, ანუ რვეულის ფურცელში რაცშიც გაქვთ ჩადებული და მონეტა, რა მონეტაც, ნუ რა თქმა უნდა, ვერ დაწვოთ მონეტას, ადექით და შეინახეთ საძინებელში. სადაც თქვენ გინდათ, ეს იქნება ტანსაცმლის კარადა თუ რაც გინდათ, შეინახეთ კარგა ხანი, დაახლოებით 3-დან 6 თვემდე. 6 თვის მერე აიღეთ და დახარჯეთ. მოკლედ, ეს არის ისეთი ძლიერი რიტუალი, რომლის მსგავსი მე თქვენთვის არ მისწავლებია. არ მისწავლებია მსგავსი რიტუალი, ამიტომ გააკეთეთ. ეს ლოცვა შეგიძლიათ სანთელი რაც დაგრჩებათ იმ სანთელთან ერთად, შეგიძლიათ დილას საღამოს დაანთოთ ხოლმე 16 დღის განმავლობაში და თქვათ ეს შელოცვა და ანუ დილას დაანთოთ სანთელი და თქვათ ეს შელოცვა, საღამოს დაანთოთ სანთელი და თქვათ ეს შელოცვა. რა თქმა უნდა, იმ 13 დაფნის ფოთლის ასე ვთქვათ დაწვა არ არის აუცილებელი. მოკლედ მეგობრებო, ჩემის მხრიდან გირჩევდით, რომ ფინანსები, ასე ვთქვათ, გაიმძაფრეთ, თქვენს ფინანსებზე და თქვენს რეალიზებაზე იყავით გადართული და ყველა პრობლემა მერე ძალიან დაბლად მოგეჩვენებათ. ჩემთვის პირადი კონსულტაციებთან მომართეთ ნომერზე +1 718 506 28 მხოლოდ WhatsApp-ი და გიპასუხებთ ამერიკის დროით და ძალიან გთხოვთ მეგობრებო, მარტო ნიუ-იორკი არ არის ამერიკა. თქვენ იცით რომ მე ვარ 3 საათით უკან და მწერთ, უი, ამერიკაში თუ ხარ, ჩემთან ეს საათია. მეგობრებო, მარტო ნიუ-იორკი არ არის ამერიკა, სხვა შტატებიც არსებობს. მოკლედ მეგობრებო, სიყვარულით, სიხარულით, გემშვიდობებით, დროებით.